გამარჯობა, რაღა დაგიმალოთ და საკმაოდ გამიჭირდა დღევანდელი ედიტორიალის მთავარი თემის შერჩევა და ტექსტზე მუშაობაც, რაღა დაგიმალოთ და არჩევანი თემათა პალიტრა, ასე ვიტყვი, ასე უნდა ვთქვა, საკმაოდ დიდი, საკმაოდ მდიდარი იყო და არის კიდეც მაგალითად წარმოუდგენელია არ ვისაუბროთ გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერზე BBC-ს ფილმზე და თემაზე თურმე როგორ დაუშლია, როგორ დაურბევია ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს, პანდას მიტინგები, დემონსტრაციები, ანუ წარმოუდგენელია გამოვტოლოთ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, ვინ იცის იქნება და თავართა შორის. რადგან არაა და ვერც იქნება ეს საზღვათაშორისო ამბავი, ვერ იქნება საზღვათაშორისო ამბავი ის, რომ ხუნტამ თურმე ქიმიური იარაღი მაღალი ალბათობით კი არა ნამდვილად გამოიყენა და ეს მრავალასპექტიანი, მრავალმხრივი თემაა, პოლიტიკური რაკურსით ასაკვირველია, შესაფასებელიც და ისტორიულ კონტექსტში, ისტორიულ ჭრილში გასაშლელიც, განსახილველიც და სალაპარაკოა ბოროტმოქმედებაზეც და იმ ბოროტმოქმედებზეც, რომლებიც ბიზნეს წინაპრებად, პოლიტიკურ წინაპრებად უნდა მოვიხსენიოთ, ანუ სალაპარაკოა ასე მაგალითად სადამ ჰუსეინზე, მოამარ კადაფიზე, ბაშარ ალ-ასადზე ხომ გახსოვთ ხსენებული სამეულიდან ერთი ღაა ცოცხალი და თუ ჩვენ ასე უნდა ვთქვათ, რომ სამეული გაოთხეულდა, გამოდის რომ ორია ამ ბოროტმოქმედებიდან ცოცხალი. რატომ საუბრობთ ამაზეო იტყვის ზოგი მაყურებელი, ზოგი თქვენგანი და დააბატებს მამუკამ დინარაძემ ხომ გამოიძიაო, ხომ დაასრულეს ეს გამოძიება ეს საკითხიო, მაგრამ ამბავის ისაა, რომ კითხვები კი არ დარჩა, არამედ მომრავლდა, ასე უნდა თქვა ღიად, მაგალითად კითხვა, ოკეი, ვთქვათ და დავიჯერეთ და ვენდეთ მამუკას, რამდენადაც ხელისუფლების ნაწილია მამუკამ დინარაძე არ მესმის როგორ უნდა ვენდოთ და მაინც ვთქვათ და დავუშვათ და ვენდეთ. ეს თურგენევის მუმუ კი არა, ივანიშვილის მამუკაცი საუბრობს, ყურადღება მიაქციეთ 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე. ვიმეორებ 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე. აქაო და ამ ღამეს ქიმიური იარაღი არ გამოგვიყენებიო და ახლა მე ვიკითხავ, სადაა ცნობები 28 ნოემბრის, 29 ნოემბრის თაობაზე, 30 ნოემბერზე, 1-2-3 დეკემბერზე, სადაა ცნობები სხვა დღეებზე. ასე უნდა გითხრათ, ეს ლეგიტიმური კითხვებია და დასკვნა ასეთი საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა ჯგუფმა, ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სწორედაც რომ ქიმიური იარაღი, იმიტომაა უფრო დასკვნა ვიდრე ვერსია, რომ არც ამ და არც სხვა ლეგიტიმურ ვიმეორებ კითხვებს ის, ანუ ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი პასუხს არ სცემს. ზუსტად ისე როგორც კითხვებს პასუხს არ სცემდა მოამარ კადაფი ასე მაგალითად ჰუსეინიც და ხსენებული ცოცხალი როა ბაშარ ალ-ასადი. დიახ, ისიც წლების განმავლობაში ესე ამბობს, წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საკითხი ამოწურულია, რომ არავითარი ქიმიური იარაღი მას სირიაში არ გამოუყენებია. არაფერი ჩაუდენია და მეტიც. საერთაშორისო ადვოკატი 1-2 ორგანიზაციაც კი მყავდა, 1-2 ორგანიზაცია არსებობდა, რომლებიც ამას ამბობდნენ, მაგრამ მის მტკიცებას, როგორც კობახიძე ამბობდა ხოლმე, ახალი ასე არ უთქვამს, მაგრამ მაინც ბაშარ ალ-ასადის მაშინდელ მტკიცებას ჩალის, ასე ამბობდა, ხო კობახიძე, ჩალის ფაზი ჰქონდა, თუ აქვს. მსოფლიო მიცოდა, რომ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა და გაგიკვირდებათ და ვიტყვი ასე, მსოფლიო იცის ასე, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ბიზინა ივანიშვილმაც, ბიზინამ, ხოლო მისი პაჟების მტკიცებანი, რომ სხვა ნივთიერებების გარევა მოხდა გამხსნელსა თუ წყალში, სასაცილოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსაგნოა, არამედ იმიტომაც, რომ ნდობა, აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნდობა როგორც ასეთი ამ ბანდა ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს საერთაშორისო ასპარეზზე მართალიც რომ იყოს ბიზნეს მამუკა, მართალიც რომ იყოს ფორმალისტურად და ქოსური ლოგიკით, ყველა ხვდება რომ დიდი ხანია რომ უკასრავად დიდია შანსი ფაქტების ამ ხელისუფლების მიერ მიჩქმა ასადის ეს ჩქმალავდა. მტკიცებულებათა
გადამალვისა კადაფის ასე გადამალავდა ხოლმე, მალავდა ხოლმე ფალსიფიკაციისა და გამოძრომის ცდელობისა, რომ ვიცოდეთ ამ ურთულესი ვითარებიდან გამოძრომის ცდელობის შანსი ძალიან დიდია, რადგან აქ დემოკრატიული ხელისუფლება კი არ გვყავს გამჭვირვალე და კარგი მართვი, არამედ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცდა გვყავს, რომელიც უკლებლი ყველაფერზეა, წამსვლელი ოღონდაც კი ძალაუფლება, თავად ეს ძალაუფლება რაში სჭირდება ეს კიდე ძალკეთება, ოღონდაც კი ძალაუფლება შეინარჩუნოს არა ასე. მაშინ დაუშვან გამოძიება და ის კი არ ამტკიცონ, რომ Deep State-ის მეშვიდე ლოჟის მასონი ილუმინატთა მერვე კამბრის მფლობელები ებრძვიან წმინდა ბიზნესს. არამედ პასუხი გასცენ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას და იმ შეკითხვებს, რომლებიც როგორც საქართველოში არსებობს, ისე საქართველოს ფარგლებს მიღბაც. ვიდეო რგოლი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ჩემს ძირითად სათქმელს ერთგვარად ამრგვალებს, ერთგვარად უყრის თავს. დამოუკიდებლად იმისა, რას ამბობს პარტია, ქართული ოცნება, მისი სუსი, მისი შსს, მისი პრემიერი თუ ნებისმიერი სხვა სპიკერი. ქიმიური იარაღი როგორც ასეთი, მაღალი ალბათობით გამოყენებულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, გამოყენებულია მაღალი ალბათობით და ამ ფიქრისაკენ თუ დასკვნისაკენ გვიბიძგებს ხელისუფლებად წოდებულის არა დამაჯერებელი პასუხები და კიდევ უპასუხობა არაერთ კითხვაზე, მაგალითად, რატომ საუბრობენ მხოლოდ 4-5 დეკემბერზე, რა მოხდა 28 ნოემბერს, 29-ში, 30-ში და რა მოხდა 1-დან 3 დეკემბრის ჩათვლით. ცხადია BBC-ს, როგორც პასუხისმგებლიან მედიას ენდობა სოფლიო თანამეგობრობა და არენდობა ირაკლის შალვას, გეკას, ვახოს და კიდევ მამუკა მდინარაძეს, რომელსაც არაერთხელ გაუკეთებია ცდარი დასკვნა, არაერთხელ უთქვამს ყუილი და რომელიც სხვების არ იყოს რუსეთის ერთ-ერთი საყრდენია. საქართველოში ოღონდაც კი როგორმე გავაჩეროთ ეს დასავლეთის აგენტები. ეს იყო და ეს არის ოცნების სულისკვეთება, ოღონდ მათ არიციან, რომ რაც არ უნდა ქნან, რუსეთი საქართველოში დამარცხდება და საქართველო მაინც გაიმარჯვებს. თუ მიაქციეთ ყურადღება ამ ვიდეო რგოლში, მე დაბეჯითებით უკვე აღარ ვამტკიცებ, რომ ქიმიური იარაღი აპრიორი გამოყენებულია. იცით რატომ? იმიტომ კი არა, ალბათ ვინდობ, რა საკვირველია, იმიტომ რომ ეს იოტის ოდენაზე მცირე შანსს მაინც აძლევს ამ ბანდას. ვუტოვებ ამ ბანდას, მეთქი ასე ვიტყვი. ოღონდ კვლავ ვიტყვი, გარდაულად აუცილებელია კომპეტენტური, ხაზგასმით ვამბობ, კომპეტენტური და მე ახლა ერთ ლინკსაც გაჩვენებთ ამასობაში, კომპეტენტური გამოძიების ჩატარება ამ საკითხზე და პასუხის გაცემა. რასა იუნკევიჩიანე ევროპარლამენტარი ამბობს, თუ ოცნების მთავრობა არ დაიწყებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის შექმნას, ეს ნიშნავს, რომ იციან რა მოხდა და მალავენ რეალურად მდგომარეობას. დიახ, მან ქართულმა ოცნებამ უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები, უნდა გახსნას შინაგან საქმეთა სამინისტროს კარი, უნდა გახსნას დოკუმენტაცია, თუ ეს განადგურებული არ აქვს და უნდა გასცეს მრავალ კითხვას პასუხი, სულ მინიმუმ ერთ კითხვას პასუხი, კითხვაზე რა გამოიყენეს 28, 29 და 30 ნოემბერს. სხვა დღეებში ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის. და მე მესმის, რომ ამ შეკითხვას პასუხი მათგან ალბათ მაინც არ გაეცემა, მაგრამ ვიცი ისიც, რომ ოდესმე იქნება და საერთაშორისო გამოძიება იტყვის თავის უმძიმეს და გაცილებით მძიმე სიტყვას, ვიდრე ახლა იტყო და უმძიმეს სიტყვას და იტყვის გულახდილად და ვივარაუდებ ასე იტყვის ძალიან მალე. პასუხს იტყვის მათ შორის ამ საინტერესო კითხვაზეც, რატომ არ დადგა ლეტალური შედეგები, თუ ქიმიური იარაღი მართლაც იყო გამოყენებული, ხომ არ მეშლება, ხომ ეს სწორედაც რომ ეს აკერიათ პირზე ლეგიტიმური კითხვაა, განა არა და ეს მაინც არა სერიოზული კითხვაა, თუ ჩახედავ
დაგუგლავ და აღმოაჩენ რომ შეიძლება ლეტალური შედეგი სულაც არ დადგეს, მაგრამ ქიმიური იარაღი გაგიკვირდებათ და იყოს მაინც იყოს გამოყენებული კითხვა ლეგიტიმურია, რასაკვირველია მეორე მხრივ, თუმცა პასუხი მოიცავს მრავალ ასპექტს, სავარაუდო პასუხი დოზას, ნივთიერებას, გარევას, მანძილს, დროს და ლეტალური მყისიერი შედეგების არ დადგომა ეს ხაზგასმით უნდა თქვა არ ნიშნავს თავად დანაშაულის არ არსებობას და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც 24 წლის მიწურულის ამბებს კი არა გაგიკვირდებათ და 2019 წლის 20 ივნისს ეხება თუ გახსოვთ, მაშინ 20 ივნისს ოცნებამ უმძიმესად დაარბია დემონსტრაციები. ეს უკვე ახლა თქვა სტრასბურგის სასამართლო, მაშინ ხელისუფლებამ თავსაც იქებდა და იმჟამინდელ შს მინისტრსაც რასაკვირველია აქებდა ბუზუილიო გახარიასთან ყველა ტყუისო უკვე შემდგომ ამასაც ამბობდა დღევანდელი პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე მწოდნე კი არა არ მწოდნე ანდაზებისა და ქართულის ცუდად მწოდნე და გამოხდა ხანი ახლა სტრასბურგმა და ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამაც სტრასბურგის სასამართლომაც და ამ ბანდამაც აღიარა ბანდამ რომ 6 წელზე მეტი გავიდა რომ აღიარება მოუწია რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ანუ ხელისუფლებამ ოცნებისა აღიარა და რა ვიცით რომ რომელიმე მომავალი პრემიერი პირობითი გვარი თაბაშიძე რომელიც ახლა არ ჩანს ასე უხეშად 6 წელიწადში თუ ესენი დარჩნენ როგორც არ დარჩებიან არ აღიარებს რომ კობახიძე აი დღეს რო პრემიერად წოდებულია თავის იმჟამინდელი გომელაურით დამნაშავეა 2024 წლის მოვლენებში რა ვიცით რომ ოდესმე გასაწირ კობახიძეს და მას უთუოდ გასწირავენ როცა იქნება არ დაბრალდება ყველაფერი ისე როგორც დაბრალდა გიორგი გახარიას საქმეს ისაა რომ ჩვენ ჭრეთ ამას ჩვენ ვარაუდობთ ამას ასე მოხდება ნამდვილად ამას ვამბობთ და იმასაც ვამატებთ რომ მათ მოუწევთ აღიარება რომ ქიმიური იარაღი გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ გამოიყენეს მათ ხომ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ სულ ოღონდ კითხვა ასეთიცაა გადააგორებს კი იმ ჯერზე ბიზიდა ივანიშვილი ზუსტად ისე როგორც 2019 წლის ამბები რეალურად მან გადააგორა თითქოს ის არ იყოს პასუხისმგებელი 19-ზე 20-ზე 24-ზე 23-ზე 25-ზე რაზე არა დიახ გადააგორა მაშინდელი ამბები ბიზიდა ივანიშვილმა ვინაიდან ბრალდებული გახარია კლავაც დუმს და არაფერს ამბობს იმაზე აი დღეს გერმანიაში მყოფი აქცეულიო ბევრი იტყვის მეც ესე ვიტყვით უგნებავთ არაფერს ამბობს გიორგი გახარია იმაზე რომ 20 ივნისს ხამის პირველ საათზე ბიზინას როგორი სიტყვა მოვიშვერიოთ ახლა და ეღვიძა ანუ მან და მხოლოდ მან ანუ ბიზინამ გასცა განკარგულებად დემონსტრანტთა ასე სასტიკად დარბევის თაობაზე ვწდები დამოუკიდებელი იყო გახარია ბახტაძე დამოუკიდებელი იყო ამ ჰაერში სახელისუფლო ბუზი დაფრინავს და ამ მიწაზე სახელისუფლო ტარაკანი დაიარება კი ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ დაფრინავს და არ დაიარება ეს ყველამ ვიცით ბუზი ჰაერში და ტარაკანი მიწაზე ივანიშვილის გუნდის წევრებზე ვლაპარაკობს საბოლოო ჯამში და ამის მადასტურებელი ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა დაწერილი გაუნათლებლებისა და უვიცებისა მიერ. ნახეთ რა ხდება. განათლების რეფორმად წოდებულს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი ატარებს ყოველგვარი კვლევის, აკადემიური კვლევის, მონაცემის, კონცეფციის და რაც მთავარია მეორედ ხმარობ ამ სიტყვას განჭვრეტის გარეშე. პირდაპირ მნიშვნელობით არ ახუნებენ რაღაც სიტყვებს. მეტად მკვეთრ და მკაცრ გადაწყვეტილებებს გვაცნობენ. მაგალითად, ასეც ერთი ქალაქი, ვინ თქვა? ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ვინიან გარიშა, რატომ? სახელისუფლო ექსპერტთა მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები. კერძო სასწავლებლებისათვის დაფინანსების შეწყვეტა. 11 კლასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად ეს არის ცდელობა აკადემიური ცოდნის, სიღრმისეული ცოდნის განულებისა. მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში არაა მთავარი. ეს დეტალებია, მნიშვნელოვანი დეტალები, მაგრამ არ არის უმთავრესი. მთავართა შორის მთავარი არის პასუხი კითხვაზე რატომ აკეთებს ამას პერსონალურად ივანიშვილი, რომელსაც ყველა ექვემდებარება. მე გეტყვით ჩემს მოსამე გაგიზიარებთ ჩემ მოსაზრებას, მე გეტყვით რატომაც იმიტომ რომ მას ბიზნა ივანიშვილს ეშინია, დიახ მას ეშინია უკონტროლობისა, მისთვის არსებული, მისგან
დამოუკიდებელი პროცესებისა და ამდენად უნდა რომ გადასცეს ყველა სფეროს, ყველა სეგმენტს, ყველა მიმართულებას მას უნდა, ყველა ისე მიმართულება უნდა ვთქვა, მაგრამ ეს სიტყვა მიმართულების გაკონტროლება და თავის ასე გეტყვით გადასხვევა. მისი უფრო ზუსტად მისი მოსკოვური ნაჩალნიკების გააზრებით, მისი მოსკოველი ნაჩალნიკების გააზრებით, კრიტიკულ აზროვნებიანი საზოგადოება ამ ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს. ანუ კრიტიკული აზროვნება უნდა მოისმოს, ამოიშანთოს და ყველა უნდა იყოს ერთიანი, ნაცრისფერი, მასის არა ინდივიდი, არამედ რიგითი მასის წევრი. რიგითი და თან მასის წევრი ხმის, აზრის, ფიქრის, პროტესტის, მოსაზრების პოზიციის გარეშე ეგდეთ და ისწავლეთ ის, რასაც გასწავლიან მონანი ღვთისა კი არა მონანი ბიზნესი, დახარბებულნი ფულზე, აგრეთვე პალაჟენიაზე, ეგრეთ წოდებულ სტატუსზე. ანუ ისწავლეთ მორჩილება და დუმილი, როგორც პაპუაშვილმა, ზარქოა, ნინო წილოსანმა, სხვება და სხვება ისწავლეს და პარალელურად ჩვენ გადავწყვეტ ყველაფერს. გლობალურად საქართველოს რუსეთში უნდა იყოს თუ რუსეთის მაგალითად ბურიატიაში. ლოკალურად პოლიციელად წოდებული მილიციელი ქიმიური არახს გესვით თუ დათვის ტყვიას. ტროტუარზე 20 წამი უნდა გაჩერდეთ თუ 41 კვირას რომ უნდა ილოცოთ ამასაც გადაგიწყვეთ და სექსით რომ არ დაკავდეთ ამასაც. ცხადია ვუტრირებ ახლა სექსი როდის იქნება ნებარდართული აქამდე ალბათ არ ჩავლენ, თუმცა ოჯახური სიწმინდეების რა ქვია ღირებულებების სრულ მცველებისაგან თლად გულახდელი რო იყო არც ეს დიდაქტიკა დარიგება თუ კანონი იქნება გასაკვირი. მოკლედ ინდივიდი მტერია პერსონალურად ბიზნესი, ინდივიდთა ერთიანი საზოგადოება უფრო დიდი მტერი და ვინც მტერია ის ან ციხეში უნდა იყოს ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის აკრძალული უნდა იყოს, რეპრესირებული უნდა იყოს, აგენტად შერაცხული უნდა იყოს, ომის სურველად უნდა იყოს გამოყვანილი და გაგდებული. ბიზნეს იმედით მათგან ზოგი დაუბრუნდება მისი ოჯახის კალთას, ხოლო ვინც არ დაუბრუნდება, კი გითხარით რაღაც ფორმით იქნება მარგინალიზებული. და ამ ფორმათა შორის ბიზნამ, სწორედ ბიზნამ იფიქრა და მოიფიქრა, სწორედ ბიზნამ მოიფიქრა აბა სხვა ვინ, რომ უნდა შეიქმნას ფორმალურად ასე ქვია, ნარკოდამოკიდებულთა, კიდე ალკოჰოლზე დამოკიდებულთა და ფსიქიკური პრობლემების, ანუ ფრიად ვიტყვი გიშთა შეშრილთა და გიშთა რეესტრი. გიშთა რეესტრსაც ქმნის ბიზნა ივანიშვილი და რა მოხდება ამის გამო და ასობით პრობლემა გაჩნდება ჩვენ საზოგადოებაში. მაგალითად ის, რომ ექიმ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს აღარავინ მიაკითხავს. შავი ბაზარი ჩამოყალიბდება ამასობაში. თავისი მძიმე შედეგები ექნება ამ შავი ბაზრის ჩამოყალიბებას და ექიმბაშების გაჩენას. მოხდება სტიგმატიზირება მოქალაქესა, მოხდება ამ ადამიანების ინდივიდების გარიყვა. ეს ყველაფერი ითქვა. ყოველდღე ამაზეა ლაპარაკი, დღესაც იყო რამდენიმე გადაცემაში ვინ არ მონაწილეობდა, უთუო და ძალიან მაგარი სპეციალისტები, ხვალაც მესმე ყოლება კვირა დღეს 3 საათზე 4 წუთებზე ერთი ძალიან მაგარი რესპონდენტი გიორგი ბერულავა, რომელთანაც სწორედ ამ საკითხსაც განვიხილავთ. ფსიქიატრი კაცი. ეს ყველაფერი კვლავ ვიბეორებ, ითქვა და მე აღარ გავიბეორებ, მე სხვა რამეს ვიტყვი, სხვა რამეზე მიგაქცევინებ ყურადღებას, კერძოდ იმას ვიტყვი, რომ ამგვარი რეესტრის შექმნა აუცილებლად განაპირობებს პოლიტიკური რეპრესიების ახალ ტალღას და ტალღებს. დაუმორჩილებელ ადამიანებს, პროფესორებს, სტუდენტებს, ხელოვნების სფეროების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, რა გინდა რა პროფესიის წარმომადგენლებს უსათუოდ და გარკვეულ შემთხვევაში დაუკითხავად და ყოველგვარი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიყვანენ ამ რეესტრში. შორს არ არის, უნდა ვიცოდეთ ის დღე, როდესაც იტყვიან ის ლექციას, ის ლექტორი ვერ ჩაატარებს, იმიტომ რომ გიჟია. ის მწერალი ვერ დაწერს ხატრულ ნაწარმოებს, რომანს, იმიტომ რომ გიჟია. ვერ გადმოსცემს სიუჟეტს თუ ვერ მოამზადებს სიუჟეტს ეს ჟურნალისტი, იმიტომ რომ გიჟია. ჟურნალისტობა აეგზალება მართლა პოლიტიკოსობა ამავე მიზეზით. მოკლედ, ვინც არა პაპუაშვილი თუ რა მნიშვნელობა აქვს ზარქოა, მორჩილი.
ანტიდასავლელი კაცი ის საზოგადოებაშიც ვერ იქნება ბიზნესეული პროექტით, გააზრებით, იდეით, სურვილით. ზოგს საერთოდაც ხონში ისიც დაუკითხავად უკრავენ თავს, ხოლო სამთავრობო პროპაგანდა და ტროლები. კარგ კამპანიასაც აუგურებენ და დააჯერებენ ბევრ სხვას, რომ მართლა გიშთანა გვაქვს საქმე. რომ დააჯერებენ იმასაც, რომ ეს კონკრეტული ადამიანები, პროფესორები, სტუდენტები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, რა გინდა რა პროფესიის ადამიანები, დიდი რაოდენობით მედიკამენტებსაც კი იღებენ და კიდევ. და კიდევ ორი ან სამი ასპექტი ამ თემაზე პირველი. როგორ გონიათ, რატომ კი არა რის რა ამბის შემდეგ გადაწყვიტა ივანიშვილმა ამ რეესტრის მან გადაწყვიტა ცხადია, შექმნა. მე ჩემსაც გეტყვით. მას შემდეგ რაც არაერთმა პირმა და საკუთარ თავზეც ვიტყვი, მათ შორის მეც ხმამაღლა დავიწყეთ. საუბარი იმაზე, რომ ის, ანუ ივანიშვილი არის შიზოიდი, ანუ შერაცხადი სულაც არ არის. ამის შემდეგ გადაწყვიტა მეთქი ასე ვიტყვი, დიახ, მისი და მხოლოდ მისი ეს ინიციატივა დროში ზუსტად ემთხვევა ჩვენს ამ სიტყვას ვერსიას. აზრს აბა ხო არ გამოგვიკვლევია მართლა აზრი იყო რეესტრში ხო არ შეყავს ჩვენს აზრს და ფიქს მის შესახებ თუ ეს ასეა ესეც ადასტურებს მის დაუყებელ წყურვილს რევანში საქართველოზე მე ოლიგარქი ამდენი და ამდენი მილიარდის მფლობელი მე ოლიგარქი ბიზიდა ივანიშვილი დამარცხებელი მიხეილ სააკაშვილისა ახლა გაჩვენებთ ვინაა გიჟი ოღონდ როცა ჩვენ ვამბობდით და გავიმეორებთ რომ ბიზინა შერაცხადი ალბათ არაა სულაც არაა ჩვენ მართლა იმ შინაარს ვდებთ და ვდებთ რაც ჩასადებია ხოლო ბიზინასეული ინტერპრეტაციით კი ყველა შერეკილია ვინც მისკენ სულაც არაა სხვაგვარად დავსვათ საკითხი თქვენის ნებართვით როგორ გონიათ ცოცხლები რომ იყვნენ ვინ მოხდებოდა ივანიშვილის სიაში, ივანიშვილის რეესტრში. მაგალითად, გალაქტიონი რომ მოხდებოდა, ეს ხომ ფაქტია, ფიროსმანი რომ მოხდებოდა, ამბროსი. ხელაია რომ მოხდებოდა ათობით მეცნიერი მწერალი ცხადია. მოხდებოდნენ ადამიანები, ინდივიდები. ასეა ეს. და მათ გარდა ამავე რეესტრში იქნებოდა ყველა დისიდენტი, მაგალითად მერაბ კოსტავა, რასა პირველ ყოვლისა, მერაბ კოსტავას ვერ გამსახურდია ჩვენი დროისაც. გარდაცვლილ პირებზეც უნდა გითხრათ ვინ მოხდებოდა ამ სიაჩი გიორგი ანწუხელიძე, ჩემი აზრით, როგორც არასტანდარტული პირი, რომელიც არ შეეგუა რუსეთს, ვინც ის და იქნება კამპანია აგორებულიც კი იქნებოდა მის წინააღმდეგ და ამ გიშთა რეესტრში მოახვედრებდნენ ესენი და კიდევ მას ასე მაგალითად აი ამ კაცს. ნომისა შეძალას ვენაცვალე რა. შენი ჩამჭედის და რა. საღოლო. შეგვიწყალე უფალო, შეგენაცვალე. შედიდებას ვენაცვალე. აი. შემოვდგე ფეხი წყალოზეს ღმერთი. დედანეო შემო. და ბოლოს, ამ თემის ბოლოს ასე უნდა თქვა, შეურაცხადი გიჟი. ამ სიტყვების სინონიმია იცით თქვენ? სიტყვა ასეთი, სიტყვა შერეკილი, ვიდრე ფილმ შერეკილებზე ვიტყოდე ორ სიტყვას, მანამდე მეორე დიდი ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაზის ნატრის ხეზე ვიტყვი ორ სიტყვას, ხო, ორ სიტყვას ნატრის ხეზე ვიტყვი, იქაური ლიტერატურული და შემდგომ კინოგმირების დიდი ნაწილი ყველა გახსოვთ ალბათ ბევრი თქვენგანი იორამი ასე შემდეგ ფუფალა აღარ განვაგრძელებ ყველა შეშლილია. ოღონდ შეშლილია ბიზნესეული ან ციციკორესეული გაგებით. ფუფალაც შეშლილია და მარიტაც შეშლილია რა საკვირველია. იორამი ვახსენე ხო? და სხვები სხვა ფილმი გავიხსენოთ როგორ გონიათ არ არიან შეშლილები პირველი მერცხალის ფილმ პირველი მერცხალის პერსონაჟები იქაც არ არიან თლად დალაგებული ხო ყველანი ასერთი არ არის დალაგებული ციციკორეს აზრით იასონის ჩათვლით ყველა გიჟია შეშლილია შერეკილია რაც თავარია ფილმის სახელწოდებითი შერეკილები ავტორი ელდარ შენგელაია სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე ბიზია ბაბუა და ერთაუს ბრეგვაძე თუ გახსოვთ ისინი აგებენ ცათმფრენს და მათზე იცინიან მათ აკვირდებიან გიჟებად რაცხავენ
შერეკილებად მიიჩნევენ. ხოლო ფილმის ბოლო, მოკლედ ვიტყვი ცხადი, ასეთია ცათფრენი აიგებს შეიქმნება და ისინი გიჟები გაფრინდებიან. რასაც ჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება? დაბრუნდით დედამიწაზეო. უყვირებენ მათ დედამიწიდან, მაგრამ ისინი მაინც მიფრინავენ. ხომ გვახსოვს ეს ყველას და სუსუ ბოლო აკორდები. ერთი დაკვირვება, ცათფრენის გამომგონებელს ქვია, დავმარცვლავ თქვენის ნებართვით, ქრისტე ფორე და გვარადეს კაცი ქრისტე ფორე არის გალო ბლიშვილი. ევრამეს ზემეთყველებს ჩემი აზრით, მაგრამ როდესაც გავიხსენებთ, საიდან არის ეს ქრისტე ფორე გალო ბლიშვილი, თუ არ გვახსოვს, ჩავხედავთ. ის არის სოფელ გარიყულიდან. და ბოლო წინადადებებია სათქმელი ახლა შესაძლოა კობახიძეზე უნდა მეთქვა ორი სიტყვა ამ ჩემს ედიტორიალში, რა თქმა უნდა. თურქმენეთში იყო ეს კაცი. პუტინთან ერთად საერთო ფოტოსესია ჰქონდათ და უთუოდ ჩამოვართვა ხელი ამ პუტინს, კაცს, რომელიც მთავარ მტერია დღეს კაცობრიობისა, მათ შორის საქართველოში. უსათუოდ ესაუბრა მეთქი. კობახიძეზე რასაკვირველია, ბევრია სალაპარაკო. შესაძლოა სალაპარაკოა ისევ ივანიშვილზე. უნდა მეთქვა მასზეც ორი სიტყვა დამატებით ცალმხრივ ნეიტრალიტეტს, რომ გვიპირებს. აი ამ აბასტუბრის უღრანებში დამალულ კაცზე ბევრია სალაპარაკო. სერგოზე უარესი, აქამდე ის სერგო იყო. მას შემდეგ სერგო ორჯორიკიზე სვადარებდით. მას შემდეგ რაც მაღალი ალბათობით მან ისროლა ასროლინა ქიმიური იარაღი, ის სერგოზე უარესია ბევრის აზრით. აგრეთვე რასაკვირველია, უსათუოდ უნდა გველაპარაკა უკრაინაზე, ძიმე მდგომარეობა უკრაინის გარშემო, მაგრამ უკრაინა რასაკვირველია გადარჩება, ნამდვილად გადარჩება, როგორც სახელმწიფო, შენარჩუნდება, ძლიერიც იქნება ნამდვილად. მაგრამ მე ამ თემებზე არ ვისაუბრია, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვან თემებს შევეხე, იცით თქვენ. და ამაზე კი გადავყარი ახლა სიტყვა, მაგრამ მეც არაფერს ვიტყვი გარდა ერთისა, ჩვენ უკრაინის არ იყოს. საქართველო, ჩვენი ქვეყანა, უთუოდ ნამდვილად ეჭგარეშედ გაიბარჯვებს, ჩვენ გავიბარჯვებთ. ანუ ჩვენ ეხა ისევ შერეკილები გავახსენდა ფილმი. ჩვენ ნამდვილად გავფრინდებით. ნახვამდის. ვინ არის საქართველოს უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ქართული ოცნების, ქართული რუსული ოცნების პარტნიორი, სოფლიოში ევროპათ მოძულე, ქართული ოცნება ამერიკასაც რეალურად იძულებს და ტყუილია რომ პოლიტიკას აბალანსებს, თამაშობს, ჭკვიანობს, ჭვრეტს. ქართული ოცნება რუსეთისკენ აიმდენად, რამდენადაც ქვეყანას ასუსტებს, პრაქტიკულად აუქმებს და პუტინის რუსეთისათვის იოლად მოსანადირებელს ხდის. ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების და ახალი რეპრესიების საკითხი საქართველოს ბედის ანაბარა მიგდების თემა, უკრაინის კონტექსტი, სოფლიო კონტექსტი და ჩვენი ბრძოლა საქართველო გადარჩება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველო იქნება და არა გრუზია და კიდევ ბიძინას ფეხის ტილო.